ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში 162 თეატრალური სეზონი პრემიერით ბერტოლტ ბრეხტის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით „დაფთაფები ღამით“ გაიხსნა. დადგმაში მონაწილეობს 3 თეატრის შემოქმედებითი დასი. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ქუთაისის მელტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ორკესტრი და ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრი. ბრეხტის „დაფთაფები ღამით“ ავტორის ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი პიესაა, რომელიც საქართველოში პირველად დაიდგა. სპექტაკლის რეჟისორი ნიკოლო საბაშვილია. მესხიშვილის თეატრმა წარმატებით გახსნა სეზონი და ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ დავესწარით სეზონის გახსნას პრემიერით და მინდა მივულოცო დრამატულ თეატრს ეს შესანიშნავი პროექტი, რომელშიც მონაწილეობს ქუთაისის 3 სხვადასხვა თეატრი და ის დადგა მოწვეულმა რეჟისორმა ნიკა საბაშვილმა, რაც არის რა თქმა უნდა პირველ რიგში ქუთაისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ბატონი გიორგი თავაძის დამსახურება. სპექტაკლი დაიწყო პანდემიამდე, შემდეგ პანდემიის გამო შეჩერდა ამ სპექტაკლზე მუშაობა. იყო აბსოლუტურად სხვა იდეები ამ სპექტაკლზე, მაგრამ დრომ შეცვალა შეხედულებებიც, ნაწარმოებები გადავახალისეთ. მესხიშვილის თეატრი ახალ თეატრალურ სეზონს ხსნის 3 პრემიერით. ეს იყო პირველი პრემიერა, რომელიც დღეს ჩატარდა. სულ რაღაც 10 დღეში იქნება მეორე პრემიერა. ეს არის ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლი, რომელიც ეძღვნება გალაქტიონ ტაბიძეს 13 ესე ქვია სპექტაკლს და კიდე შემდეგ ორ კვირაში, ისიც ოქტომბრის თვეში მესამე პრემიერა გვექნება. ეს არის ნინო ხარატაშვილის თანამედროვე გერმანიაში მოღვაწე ქართველი დრამატურგის პიესა, რომელსაც ახალგაზრდა რეჟისორი დადგამს.